თუ შეიძლება გაუშვათ რა ეს მუქარები რა. აი ნახეთ რა სტერეოტიპები რა, ესე ვთქვათ, გვარით და სახელებით არიან, მე არ ვიცი ეს სწორია, მართალია ნამდვილი. თუ არ არის მართალი, მაგრამ ბიძინას შეაჩერებს ტყვია შუბლში. ერთი სნაიპერი ბიძინასთვის. არა მოძირკვავდა ნახე მიშას რა დაემართება. ხო, არა მოძირკვავდა ნახე მიშას რა დაემართება რა. აუ არ გაგვიტრაგეს ამ მიშათი გადავირი. მიშათი ხო, მაგრამ 20 წელია მიშას რა დაემართება და ისა რა. მე ვხვდები რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ჩვენ ასეთ პერსონაჟებთან ერთად და ძალიან არ ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად. ანუ ეს არის რაღაც ავადმყოფობა არის, ძალადობისკენ მიდრეკილობა და საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის აკუმულირდება ნაცმოძის აქტივი. მე რა ვერ გავიგე, კანონი რისთვის მივიღეთ? ესეთი რაღაცები რო აღარ ხდებოდეს, მაგით არ მივიღეთ გავიგე. პირდაპირ იძახის და ტყვია შუბშიო და ისაო და მეტი რა გაუძლებს. შეიძლება პრეცედენტები და ამიტომ პრეცედენტები რა, აი ეს ტიპები მაინც ამოთხაროთ ვინ არის. უნდა დაწეროს ვიღაცამ. აი მაგაშია მე დავწერე. სადავწერე. უნდა დავწერო. ეგ არის რომ აუცილებელია რომ მეზე მახსოვს რომ არც მედიის მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მასალაზე არ იყო, ერთხელ იყო და იმან ჩვენი პრემიერის დედამ უჩივლა ტევ პირველს და მოუგო და ამის მერე წამოვიდა უკვე. იმიტომ რომ დააბრალეს რომ რაღაც ყალბი დიპლომი აქვს თუ ყალბ დიპლომებს არიგებდნენ თუ რაღაცა. უჩივლა იმ ქალბატონმა და მოუგო სასამართლო და მერე მიეწყო უკვე ეს პრეცედენტები და ახლაც პრეცედენტები უნდა დაფიქსირდეს იმისთვის რომ ეს მართლა მუშაობს რა. კომენტარის გამო ხო არ ვუჩივლებ დამოკიდებულება რომ ხო ხდები არა ეს ხა არ არის ძალადობრივი ისა კომენტარი. ძალადობის არ შეიცავს. პირდაპირ მუქარა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ხო და მიყევით ამ იმეებს რა, აი ამ ტიპებს ვინც ეწერა რა, იქ რა სახელებით და გვარებით რა. აი ვინც არიან აი ეგ რა. აი ჩვენიანების კომენტარებიც იგივეს იძახის, ხე ჩემი აზრი კი არის, ყველას აზრი ეს არის რა. აი გაუშვით რა ეს კომენტარები რა. რამდენს ბედავენ. საოცარია პირდაპირ, ყველა დასაჭერია, უფალმა წაიკითხა, გეშინოდეს, გადადით შემდეგზე რა. საზოგადოებრივი საშიში ხალხია, ვინც ასეთებს წერს, ალბათ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. ბიძოს შესაძლებლობები მქონდეს და ესეთებს მიწიდან ამოუთხრიდი. ზუსტად რა, ეგ არის ხალხის აზრი, ეგ არის რა. და ჩვეულებრივი ტერორისტები წერია ქვემოთ კიდე რა. ხო და აი რა ეს ძალიან მარტივია რა. აი რა შინაგანსად ჩვენ რასა გზნობთ, იმას გზნობს საზოგადოებას და ხალხიც რა. რა თვალსახად. ეგ არის რა. ეს საზოგადოება აუცილებლად მართლა ვამბობ, შენ ძალიან კარგი ქენია ხა ეს თემა რომ წამოჭერი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაფიქსირდეს პრეცედენტი. იმიტომ რომ უნდა უჩივლონ, აი თან მარტო ამაზე კი არ არის, გადადი იმედის გვერდზე და ნახე იმედის გვერდზე ქვემოთ ისეთები წერია კომენტარებში და თუნდაც ადამიანები ვინც ვართ, ჩემთანაც წერება უბრალოდ მე ამას ვშლი. რეალურად არ არის ეს ხილული. ანუ უნდა დავაფიქსიროთ იმის პრეცედენტი, რომ ავამუშავოთ ეს კანონი. მთელი სამართლო შექმნეს მაგისტრის რა. ხო, აი ეს განყოფილებები შეიქმნა მაგისტრის, რომ ამ ესეთი ტიპები მიყვენ ბოლომდე და პასუხი მოთხოვონ, ხო? თუ დაწერა უნდა და რაღაც ვისგან უნდა დაიწეროს ეს საჩივარი, მე აზრიც არა ვარ. მეც დავწერა. გუშინ დაფიქსირდა ეგეთი პრეცედენტი. ჯღარკავამ უჩივლა მაია დარსმელიძეს. ხო. მსგავს შეურაცხმყოფას და ორი კომენტ მაია დარსმელიძეს ედო პოსტი, რომ ჯღარკავამ ორი კომენტარის გამო მიჩივლა. აი ძალიან კარგია, უნდა მიყვეს და კომენტარების გამო 10 წლიან სროკებზე არიან წასულები ევროპაში და მიყავთ. გერმანიაში, ინგლისში, არიცი რამდენი ხა კომენტარების გამო დაჭერილი. ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ბიძინას თემასთან და მაგრამ როგორი კომენტარებია, იცი? აი ესეთი რა, სისულელე. ეს რომ ეს პირდაპირ მოსპობის ის არის რა. მუქარა არის აბსოლუტურად. ეს ჩვეულებრივად ეს იმ განყოფილების პრეროგატივაც აღარ არის. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულია, მუქარა რა.